გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით რუსთავის ავტოდრომიდან. 8 წლის შემდეგ განახდა წრიული რბოლა. როგორც დააკვირდით და ჩვენ დავაანონსეთ, შორტი დავდეთ ჩვენ სოციალურ ქსელებში, შემოგთავაზებდით ძალიან მაგარ ვიდეოს, ძალიან მაგარი გარბენები და ძალიან მაგარი კადრებით. რაც შეეხება ეს ვიდეო, მეგობრებო, არ გადაახვიოთ, ბოლომდე უყურეთ, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო და მაგარ სიახლეს შემოგთავაზებთ ამ ვიდეოში. ჩვენ წინა ვიდეოებს თუ არ გიყურებიათ, აუცილებლად გადადით და ნახეთ, რადგან დღეს ამ ვიდეოში ძალიან მაგარ სიახლეს გეტყვით თქვენ. როგორც დააკვირდით, მეგობრებო, ამ ვიდეოში იქნებოდა ძალიან ბევრი სიახლე. პირველი სიახლე ის არის, რომ ჩვენ დავუმეგობრით ბიტანიკასთან, ბიტანიკა.com, ბიტანიკა რეისინგი, ასევე ბიტანიკა რეისინგი არის სანდრო ქაჯაიას გენერალური სპონსორი და ეხა სანდრო გადის გახსნა იქნება, ზუსტად საათი არ ვიცი რომელ საათზე არის გახსნა, მაგრამ გახსნაზე გადის და მე უკვე სანდროსთანაც შევძლებთ რამოდენიმე კითხვა, რომ სანდროს დაუსვათ. ერთი ის ვიცი, რომ გუშინ კვალიფიკაციაზე პირველი ადგილი აიღო, ძალიან მაგრად იარა და დღეს ცოტა პატარა პრობლემები აქვს მანქანას და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც აუცილებლად მოიგებს და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლეს დონეზე ივლის სანდროს როგორც შეეფერება ისე. ჩვენ ეხლა რაც შეეხება დათასთან მივიდეთ მანამდე, დათას რამოდენიმე კითხვა მინდა დაუსვათ, თქვენს დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ დათას აზრი თუ რატო იყო 8 წლის განმავლობაში გაჩერებული წრიული რბოლა და მეც თქვენთან ერთად გავიგებ ყველაფერს. დათა, პირველ რიგში მაინტერესებს, მოგესალმები, როგორ ახარ? კარგად, შეგობა. გაიხარი, მეც კარგად. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენი წლის განმავლობაში იყო წრიული რბოლა გაჩერებული და მიზეზი რა იყო ამ რბოლის გაჩერების? დაახლოებით 8-9 წელი თუ ზუსტად მახსოვს გაჩერებული იყო და რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო ამბავია ეს ავტოსპორტისთვის, წრიული რბოლა ძალიან მაღალი პროფესიონალური ავტორბოლის სახეობაა, რომელიც ბევრ ახალგაზრდას ასე ვთქვათ ხელს უწყობს, რომ კარიერა გააგრძელოს თქვათ უცხოეთში შემდეგ და ამიტომ მნიშვნელოვანია. უფრო ალბათ იმის გამო იყო გაჩერებული, რომ მოგეხსენება, რომ ძვირიანი სპორტია და ჭირს ყველას უჭირს სპონსორების შოვნა და ასე შემდეგ და ბევრ საშუალება არ აქვს იმის რომ თვითონ გამზადოს მანქანა და სპონსორის გარეშე კი და დღეს რასაც ხედავ თქვენ ყავთ სპონსორი ხო? ხო, თქვენ ყავს ძალიან ბიტანიკა რეისი, რომელიც მაგრა გვიგას გვერდში ძალიან მიხარია და ძალიან კაი იქნება თუ სხვაებსაც და ისე ბევრი სპონსორი იქნება. იმიტომ რომ ეხა როგორც ვატყობ, თქვენ დღეს არ იღებთ მონაწილეობას ხო? თქვენი შვილი სანდრო ქაჯაია იღებს მონაწილეობას. დღეს ჩემი შვილი იღებს სანდრო ქაჯაია მონაწილეობას პირველად გამოდის წრიულ რბოლაზე, ანუ კარტინგისტი იყო ადრე და პატარა ასაკში გახდა ორგზის საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ კარტინგებში, მაგრამ ავტომობილის გამოცდილება არ აქვს. ანუ პირველი რბოლაა. პირველი რბოლაა. წელს გუშინ საკვალიფიკაციო გარბენი მოიგო, მაგრამ დღეს ვნახოთ ბრძოლაში, ახლა მანქანებთან ერთად არასდროსარულია, იმედი მაქვს. მაგრამ ახალგაზრდის ჯანი ის ყველაფერი მონდომება უფრო რეაქცია, ნიჭი გამოცდილებაც ასე თუ ისე სპორტული რა თქმა უნდა კარტინგებიდან აქვს მანქანის გამოცდილებასაც დააგროვებს და შევეცადოთ რომ გავზარდოთ აუცილებლად მაგას ქართული სპორტსმენი. კი, გეტყვი. ერთადერთი რაც მაინტერესებს, რაღაც ცოტა მანქანას პრობლემები ჰქონდა. ხო, გუშინ კარგად იყო და დღეს რაღაც ცოტა პრობლემები ჰქონდა და დღეს სამწუხაროდ რომ ავტოსპორტი აი სულ თამდები რაღაცა ავტოსპორტის პრობლემები რაღაცა ისეთი გაუცვალისწინებელი პრობლემები შეგვექნა, არ ვართ ისეთი მომზადებულები, როგორიც გუშინ ვიყავით, დღეს ბოლისთვის, მაგრამ ნუ სანდრო თავის მაქსიმუმს ეცდება, იმედია მანქანას ასე თუ ისე ხელს შეგვიწყობს და ვნახოთ რა. ანუ ზოგადად რომელი იმიდან არის კარგი დაწყება ავტოსპორტში მოსვლა, კარტინგებიდან თუ აი ესე კარტინგებიდან, ზოგადად კარტინგებიდან არის, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე უფრო კარგად ითვისებს ბავშვი ამ სპორტულ თვისებებს, რაც ავტოსპორტს ჭირდება და მე უადვილდება უკვე სხვადასხვა საფეხურებზე გადასვლა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გაიხარე, წარმატებას გისურვებ და მოგებას გისურვებ. Wake up to the, yeah. Wow. Wake up to the money, turn me right on. You look like you got your with no lights on. I
Superman that spin like a არის გახსნა მეგობრებო, ცოტა ხანში გახსნა იქნება და მე უკვე დაიწყება ოფიციალური რბოლა, რასაც აუცილებლად ყველაფერს გადავიღებთ, რასაც შევძლებთ და ძალიან მაგარ კადრებს შემოგთავაზებთ. რბოლის პროცესში, როგორც გითხარით, ძალიან კიდევ ბევრ სიახლეს გეტყვით. ეს ვიდეო მეგობრებო გადააზიარეთ, ჩვენი არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ, რადგან ბევრმა ნახოს ეს ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს და ყველა ერთად გაიგებთ ამ სიახლეს. Turn me right on. You look like you got dressed with no lights on. A Superman that spin like a cyclone. Big check spin like a cyclone. Wake up to the money, turn me right on. You look like you got dressed with no lights on. A Superman that spin like a cyclone. Big check spin like a cyclone. I was with the grease, I was with the grit, yeah. Matches it was rough. Там ბევრი მანქანა. რავი, ერთი 20 მანქანა იყო, ხო? Wake up to the money, turn me right on. You look like you got dressed with no lights on. A Superman that spin like a cyclone. Fit check spin like a cyclone. Whoa. ბიჭო, რაღაც მოხდა, იმიტომ რომ მე მგონი რომ რაღაცა მანქანა გადავარდა, ყვითელი დროშები იყო. ყვითელ დროშაზე როგორ აიცი, ანუ რა პოზიციასაც ინაჩუნებ თავიდანვე, იგივე პოზიციით უნდა გააგზელო. და როგორც კი მწვანე დროშა აინთება, ეგრევე აგზელებ რბოლას, რა და ეხა წითელია, ხო, წითელია და არ ვიცი, ანუ რატოა წითელი, არ ვიცით. ბიჭო, მე მგონი დროა უკვე გადმოვეწყოთ წრიულ რბოლაზეც და ჩვენც რაღაცა. მაგრამ ბიჭო, აქ როგორ თემა იცი, ანუ ახალგაზრდა ბავშვები, აი 17 სანდრო არის 17 წლის და პირველ ადგილი აიღო კვალიფიკაცია, შეხაც 2 წრე გააკეთა და პირველ ადგილზეა და ენერგია მეტია, ანუ ყველაფერი მეტია, კარტინგებით რო იწყებ. შეებია, გაჩერდა რა. რესტარტი იქნება. შეიძლება ისევ ადგილიდან. ხო, აი გადმოგცეს, რომ წითელი დროშებიაო, ანუ რესტარტი იქნება, ან შეიძლება თავიდანვე დაიწყოს რბოლაო რა. ხო, სტარტი. კი, სტარტი და. სანდრო ძალიან დადის საღოლ რა. ცოტა მოსახვეებში ბრძოლა იყო და სნეიკა შეუძვრა ეგრევე და პირველ ადგილზე აიხადა. მაგრამ დარჩენილია რამოდენიმე კრუგი კიდე და იმედია სანდრო მაინც პირველ ადგილს აიღებს და ამონკაჩავს. ეხა მეორეზეა ხო რა, ცოტა მოსახვეებში ბრძოლა იყო რა და სნეიკა მაინც ცოტა სადგავს. აი ეხა აქ ჩვენ ვერ ვხედავდით ზედა მოსახვეებში იყო ცოტა მოაზე ხარ და აი მაგ ჩაუდგა და პირველ ადგილზეა, მაგრამ სანდრო უეჭველი ვიცი რომ არ დათმობს, იმენა ახალგაზრდა ჯანიანი მხეცი უეჭველი დაითრევს მაინც პირველ ადგილს. თუ რომელი იქნება
ბიჭო, რაღაც მოხდა კიდე ხო, რავი, ორ კრუგს გააკეთებენ, ყვითელი დრო შეაფრიალდება. კიდე ორ კრუგს გააკეთებენ, ყვითელი დრო შეაფრიალდება და ალბათ ვარდება ეს მანქანები, ა? ძალიან ხო არისკავენ, ახლა პატარები არიან. ბიჭო, რადგან პატარები არიან, იასნია გარისკავენ, ეხა სიცხლე უდუხთ მაგათ და მოგება სურს ყველას და სავარაუდოდ კი, თემა ეგაა, ძალიან ურისკავენ და მარა, აქ თემა რა არის, იცი, ახალგაზრდები მაინც პირველ მეორე მესამე ადგილზე, ალბათ უფრო ცოტა ზროსლები ურისკავენ რა და ნენელა ეთიშებიან რა შეჯიბრს. მაგრამ მაგარს დადის, აი ყველა დადის ძალიან მაგრა რა. საუკეთესო დროების მანქანები, ისედაც ეთყობა რბოლას თუ დააკვირდები, კვალიფიკაციის საუკეთესო დრო ვისაც ჰქონდა რა. ყველა მაინც პირველ მეორე მესამე მეოთხე ადგილს ინანჩუნებს და შედარებით ცოტა მაღალი დროის მანქანები უკან არიან ხოლმე ჩამორჩენილები რა და აი იმ 4-5 მანქანაში მიდის ბოი კაკრას მოსახვევებში ჩადგომები და ამოგდებები რა. ხაჯაია სანდრომ მეორე ადგილზე, აი მეორე მანქანაა, ნახე. სეითქარი ხო წითელია პირველი. მერია სნეიკა და მერია სანდრო რა. აუ რა შორსა ამუღამე. ძალიან დიდი მანძილით ასწრებს სანდრო რა, საღოლწმაო რა. მაგარი ბავშვია ხო გებიზარდია რა. მოვიგეთ საღოლ სანდრო, საღოლ იმენა. აი ხო გეუნებოდი ძმაო, პირველი ადგილი. ეს ბოლო კრუგი იყო, ეხა 2 საათში ისე 10 წრე იქნება და პირველი, მეორე, მესამე ადგილოსანი როგორც გითხარით, გადავა ბოლო ადგილებზე და ბოლო ადგილებიდან გააგრძელებენ ბრძოლა. თუ გაინტერესებთ სანდრო ქაჯაიას და დათა ქაჯაიას რბოლა, ანუ რომელი აჯობებს მამა თუ შვილი, აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარები, რაც შეიძლება ბევრი კომენტარი უნდა დაგვიწეროთ, იმიტომ 2 და 3 კომენტარის გამო ეხა დათას ნამდვილად ვერ ვთხოვთ და სანდროს რომ მანქანები გამოიყვანონ და 10 წრე გააკეთონ ჩვენი გულისთვის, თუ მსურველი იქნება ძალიან ბევრი, აუცილებლად ერთ ვიდეოს გადავიღებთ, რომელი უფრო მაგრა იასპარეზებს და რომელს უფრო საუკეთესო დრო ექნება, ამას გავაკეთებთ თქვენი გულისთვის მეგობრებო, თუ ინტერესი გექნებათ მაგ რბოლის ყურების. რა ვშვებით და ეხა ვისვენებთ, გავდივართ ბოლელებთან. რამოდენიმე კითხვა დაუსვათ, ნახოთ როგორ არიან, რა შემართებით არიან და გაგრძელდება აუცილებლად კიდე და გავაგრძელებთ ჩვენ გადაღებას. არ გამოტოვოთ, არ გადაახვიოთ, ძალიან მაგარ სიახლეს გეტყვით ვიდეოს ბოლოში. დავედით დღეს. ნახავდით მეგობრებო კადრებს, ნახავდით რბოლებს, სანდრომ 10 კრუგში აიღო პირველი ადგილი და მოდი ვკითხოთ ახლა, როგორც ჩვენ დათა ჩავწერეთ და დათამ როგორც გითხრა, სანდროთვის ეს რბოლა, წრიული რბოლა იყო პირველი და როგორი შეგრძნებაა, როგორი სირთულეებს წააწყდა თუ რას წააწყდა, ერთად გავიგოთ სანდროსთან ერთად. სანდრო, ჩვენ დათა ჩავწერეთ და დათამ გითხრა, რომ წრიული რბოლა ეს რბოლა იყო შენთვის პირველი რბოლა, ხო? და როგორი შთაბეჭდილება მიიღე, რა სირთულეებს წააწყდი და ანუ სამომავლოდ კიდე რა გეგმები გვაქვს? ეგეც გვაინტერესებს. ყველაზე დიდი სირთულე ალბათ ის იყო, რომ საერთოდ გამოცდილება არ მქონდა მანქანებით ბრძოლაში და საერთოდ არც მივარჯიშია და პირველად დავსტარტე ესე რომ ვთქვათ შეჯიბრზე და სპაშორს კარგად ჩაიარა, დაემთხვა ბევრი რამე ჩემთვის კარგად. კარგად ვნახეთ. რაღაც ინციდენტებიც მოხდა, ყვითელი დროშებიც იყო, მერე გადასწრებებიც იყო, მერე მეც გადავასწარი, მერე ზოგი მემიტევდა და დავითავი და საბოლოო ჯამში კარგად გამოვიდა ყველაფერი.
ანუ ზოგადად როგორ ანუ როცა პირველ ადგილზე ხარ თავისთავად თითქმის შეტევები პირველ ადგილზე მოდის და აი ამ ყველაფერს გამკლავება როგორ მოახერხე გაგიჭირდა არ გაგიჭირდა რა თქმა უნდა კი გამიჭირდა თავიდან მით უმეტეს პირველი 3 წრეს თუ თავარტკლაძე მოვყევოდა ძალიან ახლოს იყო ჩემთან და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ თან ტემპი არ დამეგდო იმიტომ რომ მესამე ადგილსანი არ დაგწეოდა და თან არ გაესწრო სანდროს ჩემთვის და არ ვიცი კარგად გამოვიდა ზუსტად არც მე არ მახსოვს როგორ ვქენი მაგრამ რასთავად გამომივიდა კვალიფიკაციაში აღებული ქონდა პირველი ადგილი შეინარჩუნე და პირველ ადგილოსანი ხარ ეხლა 2 საათი იქნება შესვენება და ისევ გაგრძელდება რბოლა ხო კი ოღონდ ამ რბოლას დავიწყებ მერვედან იმიტომ რომ მეორე რბოლა არის კვალიფიკაციის რევერსულად ანუ პირველი 8 ადგილი კვალიფიკაციაზე რევერსდება და მერვე დგება პირველი ეტაპათაა დაყოფილი ქვეყნები თუ მე მეგონა რომ სულ ბოლოდან დაიწყებ არა პირველი 8 რევერსდება მარტო მერვე პირველზე მეშვიდე მეორეს და ასე შემდეგ კაი და ერთი კითხვა კიდე კარტი ვიცით რომ მოდიხარ კარტინგებიდან და კარტინგებიდან დაიწყე ყველაფერი აი კარტინგებიდან მანქანაზე გადასვლა როგორი გამოცდილება აი ძალიან გეხმარება სპორტულ ტარებას გასწავლის კარტინგი ძალიან მაგრა აი გვიან დატორმუზება ჩქარა შესვლა მოსახვეებში კარგად გამოსვლა მოსახვეებიდან მაგრამ სტილი ტარების სხვანაირი აქვს მანქანას ხო მაგრამ რა შედარებაა ეხლა საერთოდ რო ამის ვარიყავი კარტინგზეც ძალიან გამიჭირდებოდა და აი ადამიანს ეხლა აი ბაურს მაგალითად რომ უნდადეს ავტოსპორტში მოსვლა წრეულ ბოლაზე მოსვლა რას უჩევს საიდან შეუძლია აუცილებელია კარტინგიდან ათრება კი თუ უნდა რომ ევროპაში გააგრძელოს თუ უნდა რომ დიდ შედეგებს მიაღწიოს ძალიან დაეხმარება კარტინგები და ერთი კითხვა მომს კიდე წრიული რბოლის გარდა სხვა რბოლებზე რამეზე აპირებ მონაწილეობის მიღებას ჯერჯერობით არ მაქვს გეგმებში მაგრამ ვნახოთ რამე თუ შეიძლება არ ვიტყვი ვარს აუცილებლად თითქმის მე ვფიქრობ რომ ყველა რბოლაზე უნდა მიიღო მონაწილეობა იმიტომ რომ ძალიან მაგრად დადიხარ და მადლობა წლოვანება ძალიან ბევრს აინტერესებს რამდენი წლის ხარ 17 წლის ვარ 17 წლის ხარ და წრიული რბოლაში მონაწილეობდა რამდენი მონაწილე იყავით 21-დან ყველაზე ახალგაზრდა მე მგონი შენ ხარ ხო კი არა ერთი არის ჩემზე პატარა კი ერთი არის შენზე პატარა მაგრამ ეს ახალი თაობა უკვე ძველ თაობას ნელ-ნელა აგდებთ და მოდიხარ და მოცილობთ ეხლა გვაქვს ესეთი შეჯიბრი ჩვენ YouTube არხზე უნდა გავაკეთოთ და დავდოთ დათას უნდა შეგაჯიბროთ შენ ანუ მამაშვილი გვაინტერესებთ რომელი უფრო ჩქარი იქნებით 5 კრუგიანი წრიული რბოლა რო ავიღოთ და შენ რა აზრის ხარ მაგალითად ჩვენ დათას ვესაუბრეთ და დათასგან თანხმობა გვაქვს პრობლემა არ არის და არაფრის დათმობას არ აპირებს საერთოდ. კი მეც შემოვნები შევეჯიბრებები დათას, მაგრამ დიდი იმედები არ მაქვს დათასთან. მე გუნდა ვნახოთ. მაქსიმალურად ვეცდები მე. მაქსიმალურად ვეცდებით რომ იქაც პირველი ადგილი ავიღო. კი. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. არა, მადლობა ძალიან დიდი. ესე ჩემო მეგობრებო, როგორც დაგპირდით, აუცილებლად დააკომენტარეთ, გსურთ თუ არ გსურთ, მამაშვილის რბოლა იხილოთ რუსთავის ავტოდრომზე. თუ გსურთ დათა გაჯაიას და სანდრო გაჯაიას რბოლა ნახოთ, აუცილებლად უნდა დააკომენტაროთ, 100 კომენტარი არის საჭირო და ჩვენ აუცილებლად გადავიღებთ ამ შეჯიბს და დავდებთ ჩვენი YouTube არხზე. ჰეშტეგი დათა პლუს არა დათა სანდრო. ჰეშტეგით გააკეთეთ 100 კომენტარი უნდა იყოს ესე და აუცილებლად გადავიღებთ პირდებით მამაშვილის შეჯიბს და ვინ მოიგებს და ვინ გავა პირველ ადგილზე და ვის ეკნება საუკეთესოდ რომ ერთად ვნახოთ. რას ფიქრობ ბესო? შენ როგორც ვიცი თავიდან დრიფტი წინა ვიდეოები რო დავდეთ დრიფტი გინდოდა გევასებოდა ტრიციჩესტი გინდოდა იკეთური აკეთური რაღაცეები და ეხა წრიული რბოლა ნახე და წრიული რბოლა მოგინდა ხო? არა წრიული რბოლაც მიდოდა მაგრამ დრიფტიც მოწოს იდეაში მაგრამ ამ ორთან შედარება რო გავაკეთო და რომ ანუ წრიული ხო რა თქმა უნდა წრიული მოწერა ხითა რო ვიდექი და რო ჩაგვია რა 20 მამაკანა წყარს დავემსგავსე ძმა. იმენა შორტები გაგხადა, ხო? ვისთან მივიდე, სად მივიდე, ყველა რაღაცას ჩალიჩობს. ჩემთვის არავის არ ცალია. ყველა სვამს. ყველა სვამს აღნიშნავს. კაკრას შენ გეძებდი. შენ ძმას ვართმევდი შენს გარეშე ინტერვიუს. პირველია ხო წრიული რბოლა შენთვის? როგორი აშუშენიები აქვს? ყველაზე მაგარი შეჯიბრია რაც კი არსებობს ავტოსპორტში. ავტოსპორტში ხო? და მიუხედავად იმის რომ დრაგიც ბევრი მივლია და რალიც. ხო. აღმართი დაძლევაზე იღებდი მონაწილეობას? როგორც ვიცი მანქანა არის სხვისი და შენ იღებ მონაწილეობას და ჯერჯერობით 3 დღით ადრე სანამ და ვერც ვარჯიში მოასწარი, ვერაფერი ვერ მოასწარი და თუ აპირებ გაგზელებას წრიული რბოლის და მაინტერესებს, ანუ შენ ყავს მანქანა თუ უნდა აწყო ესეთი მანქანა მაგისთვის? ეს მანქანა უნდა გავაუმჯობესო, იმიტომ რომ საერთოდ არ არის საბრძოლო ფორმაში, აი. ხო.
უცებ გამოსვლის თემა იყო, ხო, ოღონდ შეჯიბზე გამოსული. ნახევარ სიმძლავრით ვიარე რა. 5000-ის მერე საერთოდ არ ტრიალებს რა. დასაგებია. და ეხა 2 საათში რომ მეორე ეტაპი იქნება, აი ვცდილობ. შედარებით არის, ხო, ჩანს. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა. მაჩით, რა შვებ? ყველა სანასტროიკებ? ანუ ნასტროიკაზე არიან, ხო? წამო. რა ვანასტროიკებო და მე ვიცოდი რომ ნასტროიკაზე არ იყო განქანებო, თორემ ნასტროიკაზე არიან, ხო? მოგესალმები. პირველ რიგში როგორ ახარ? კარგად, ძალიან კარგად. შემოგევლე. მაინტერესებს შენ უფრო გეცოდინება და რატო? 8 წელი არ ჩატარებულა ეს რბოლა, ხო? 8 წლის განმავლობაში იყო გაჩერებული. შენ მანამდეც იღებდი ხო მონაწილეობას? კომპაქტიც და მანამდეც. ხო, ანუ ამ GTCC-ზე, ანუ ეს წრიული რბოლა და თუ გაქვს მიღწევები ამ რბოლაში მანამდე, ანუ 8 წლის უკან რო ტარდებოდა და რამდენჯერ გაქვს გამარჯვება აღებული? კომპაქტში ვერ გავიხსენე. კომპაქტში ვერ GT-ში მქონდა, GT Unlimited იყო, ეგეთ წრიული რბოლები, იქ მქონდა მოწევი, პირველი რამოდენიმეჯერ და ასე შემდეგ. კომპაქტში არ მახსოვს რა, ძალიან რთული კლასი იყო სხვათა შორის, აი ძალიან დეტალური დანასტროიკება ჭირდებოდა მაგას და ძალიან ბოლოს მოვერგე, კი. და მანქანები როგორც აქ ყველა ერთნაირი იყო თუ შეგეძლო სხვადასხვა მოდელები ყოლოდა და სხვადასხვა ჯანსაღი? ერთნაირები იყო. ანუ იმენა წოლზეა დამოკიდებული ხო? ამ შეჯიბრის და სპორტის მუღამი ეგა რომ ყველაფერი იყოს ერთნაირი, ცხენი ძალების მანქანების და უკვე მძღოლზეა დამოკიდებული ხო? რულზე რა. კი, თუმცა ეხლანდელი ეს E90-ების კლასი ბევრად უკეთესია რა, ნუ სიმძლავრე მეტი აქვს ვიდრე იმ კომპაქტებს თონდა. და აქ განსხვავებით კომპაქტებისგან, კომპაქტებში არ შეიძლებოდა ძრავის კომპიუტერში ჩარევა. ხო. ეხლა შეიძლება. აქ შეიძლება. პროგრამირება შეიძლება. უკვე და დიდი დიაპაზონია ხიდების გადაცემებში რა. ხო. ანუ მანქანები ეს ეხა ყველა ერთნაირია, მაგრამ შეგიძლია ძრავში ჩარევა. ვარიაციები აქვს. ხო, შენ უნდა მოიგო რომელიც უკვე მძღოლზეა დამოკიდებული თავის პარების მანერებიდან გამომდინარე, რომელს მოიგებს, რომელი გადაცემის ხიდს, რა გადაცემას დაიყენებს, როგორ პროგრამას ჩაწერს, იმიტომ რომ არის ხო, თქვა შეიძლება რაღაც ძლიერ იმაზე გავუშვა ძრავი პროგრამით, მაგრამ არ გეყოს შეიძლება. ამიტომ აი სტრატეგიებიც უნდა ჩაერთო. ანუ ეს ოქრო შუალედი უნდა იპოვო და შეარჩიო ყველაფერი და რა მაინტერესებს, ძალიან ბევრი მანქანას ჰქონდა პრობლემები რა დავაკვირდი, იმიტომ რომ რამოდენიმე მონაწილე ჩავწერეთ და თითქმის პრობლემები აქვს მანქანებზე. შენ მანქანასთან თუ იყო იგივე რამე პრობლემა, რამ არ შეგიწყო ხელი და რა პრობლემებს წააწყდი? გუშინ კვალიფიკაცია რო იარე, რა დროში გაიარე და იმის მერე რა შეცვალით მანქანაზე, ანუ არაფერი, გუშინ კარგად გავიარე, კაი დრო მქონდა, მესამე დრო მქონდა. მესამე დრო, ხო. შესაბამისად არაფერი აღარ შეეცვალა რა. და დღეს მანქანა როგორ ბრძოლა, აი ხა ბოლაზე ბრძოლაში რა, მესამე დროს თუ დადებ კვალიფიკაციაზე, ხო? ბრძოლაზე ეგ უკვე არაფერი განსხვავება არ არის, ანუ დიდი განსხვავება არ აქვს, ასე ვთქვათ, ლიდერისგან და ჩათვალე მაგრამ კვალიფიკაციის დრო მაინც დიდ არაფერს არ წყვეტს, მთავარია რბოლის დროს, ხო, იმიტომ რომ უკვე პირველი ეტაპი იყო, აბსოლუტურად პირველი განსხვავება იყო. რამდენიც არ უნდა ივარჯიშო, მაინც სრულად იმ გამოცდილებას ვერ მიიღებ, ვერ ჩვენ ვერც მანქანა, აი რაც ხდება რბოლაზე. აი ეხლა გავიგეთ რაღაც დასკვნები, ეხლა გავაკეთეთ, ხო? რაღაცები თავში ეხლა მიდის ფიქრი, როგორ რა უნდა შეცვალო, აი ეხლა, იმიტომ რომ სხვა ტემპერატურები არის მაინც რბოლაზე, ვიდრე კვალიფიკაციის და ვარჯიშებზე. ვარჯიშებზე შენ რო დადიხარ მარტო, გულისხმობ. ნუ წინ არ ყავს რა 5-6 ხო, 2 პლუს გაივლი, გააგრილებ, მერე კიდე გაივლი და აქ იმენა ბაევოის დაესდია 10. ტემპერატურების გამო ბევრი რაღაცები იცვლება რა. ხო. და თუ გაქვს ინფორმაცია მომდევნო წლისთვის სხვა მოდელი თუ დაიმატებ, იმიტომ რომ მაინტერესებდა ყოველთვის ეგრე იყო BMW Mercedes-ი ეჯახებოდა ხოლმე რა და თუ აპირებენ E90-ებში ამ კლასის Mercedes-ების ჩასვას. ამ კლასში მე ხა როგორც ვიცი ვისაუბრია მაგადაც და ამ კლასში ვერ შეემატება ვერც ერთი სხვა მანქანა. თუმცა აი როცა ეს გავა შეჯიბრი ამათი რბოლა დაიწყება, შესაძლებელია ეგეთი მოდელი. იქ სხვა სხვა ავტომობილებიც იყვნენ, უბრალოდ იმათ თავიანთი ჩათვლა ექნება. ჩვენ ჩათვლა გქონდა. აჰა, გასაგებია. ერთად მივიდი. აი ტრასაზე სხვადასხვა ბევრი გადასწრებები იქნება, იმიტომ რომ ან ის იქნება ამაზე სუსტი, ან ის იქნება ან პირიქით ძლიერი, ხო? შესაბამისად
უფრო სანახაობრივია. ეს პრაქტიკა სხვადასხვა უცხოეთშიც არის და ხდება, მაგრამ ჩათვლა ვერ ექნება ვერანაირად ერთი და იგივე და იმათ სხვა ჩათვლა ექნება, აქ სხვა ჩათვლა. ახალგაზრდებზე რას გეტყვი? ანუ 8 წლის შემდეგ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაემატა და ძალიან მაგრა დადიან ეხა მე რასაც უკვე. ეხა პირველ მეორე ორივე რომელსაც ჩვენთან არ ქონდა გამოცდილება აქ ტრიუმფალებში. კი, მოდიან სტარტინგებიდან როგორც. არა, იქ ხო, და აი, მაგრამ სანდრო თავზე მაგას უცხოეთშიც აქვს გამოცდილება. აი, რა გითხრა, უფროს თაობას ყველანაირად აჯობეს პირველი და მეორე დრო ქონდა. თქვენ რომელი ადგილი დაიკავეთ? მე მესამე. მესამე კვალიფიკაციას და ეხა მეოთხე. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და მოგებას გისურვებთ. თქვენც ასევე და გაიხარეთ. ძალიან კარგი საკითხი, კონტენტი საკითხი და მომწონს გიყურეთ. შემოგევლებული. მადლობა დიდ. Hating on me, don't stop shit. Only help a real nigga cause. Hood legend on some pop shit. Manifested till I'm living lost. High ballin' cause the sky falling. I'ma catch a little piece though. I ain't worried about your little bitch. No, she easy as a free throw. She wanna hold me like ransom. Just cause I'm young and I'm handsome. Tell all these niggas to have a seat. I know that they cannot stand them. Burn it and roll me another one. I do whatever I feel like. I remember when we dreamed about it. Woke up this morning, it's real life. Trade the whip, trade the currency. Moving like it's an emergency. We gotta check out, it's close to 11, so baby ride it with some urgency. I'm just here for the fun part, cause I'm good on the... გაგვირბი ხარ, ვა? ხან პრეზიდენტიო. ხან პრეზიდენტიო, ხან რაჯე? კი. 911 ნომერს რეალო, ხო? დიახ. ეს ბენზინია? კვადროა? კვადროა. მოიცავ რიგით ხო ჩავდო. რა მაგრა დგას არა? ძა. ისდე. თავბროდავე. გული ამერია. მაგარი. ძალიან დიდი მადლობა. გამოიწერეთ მეგობრებო პაპელას არხი, ლუსოს ინსტაგრამი და ფეისბუქი. ყველაფერი ვაფშე გამოიწერეთ. ბუბუს რეისინგ ჩენელი, რეისინგ ვლოგსი გამოიწერეთ. ჩემი ხელებით დავარეგისტრირე ეგ არხი და გამოიწერეთ და პაპელას ბესო შექმნილი არხია და გამოწერილი არ ვყავა. ბესო მომპარა. ბესო მომპარა. რა ხარ გამოწერილი ხა ნუატრაკე. აი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე შანჯლობა. ეს რა არის? ეს არის 360, მოდი გადავულოთ. ტრიალებს? და მარტო გოგოებით გებიან, ხო? შეიძლება. გავუყვეთ უნდა? და რამდენ კრუგს აკეთებს? არ ვიცი ყველას. იმაზე ნაკლებს ვიდრე ჩვენ 911-ით, მაგრამ მორჩი. პირველ რიგში ვისაც ჩემი არხი არ გაქვს გადმოწერილი, მოგბრძანდით, კაი საინტერესო ვიდეოები გელოდებით. ეს არის თავის რეკლამა. ხო, გადადით პაპელას არხზე, გამოიწერეთ და მე ისე ბუბუსთან დაბრუნდი. მე ისე ჩვენთან დაბრუნდი და რაც შეეხება ეს იმის გაგრძელებაა, ხო, რამოდენიმე წლის უკან ერთად ვიყავით. მაგის გაგრძელებაა, ხო? კაიხანი ერთმანეთი არ გვინახი, არა. კაი, მოიძარჩაძებს დავიდა. რამოდენიმე წელი არ გასულა, მაგრამ ზამთარი იყო. მოკლედ. მაინტერესებს. მე შენთვის არ მithქვია ეს, არ დამირეკია, არ მომიწერი, არ მithქვია და მინდა რომ YouTube სივრცეში ამდენი ადამიანის თანდასწრებით გითხრა, რომ პირველ რიგში ძალიან დახვეწილი ხარ, იზრდები, ვითარდები. პირველი ვიდეოს მე. რა თქმა უნდა. კარგად გამოგდეს შენი საქმე. წინ კიდე ბევრი გასავითარებელი, ისევე როგორც მე. მაგრამ თავარია არ გაჩერდე უბერე ბოლომდე, კარდანი გაგეღუნება და გაგიწყდება თუ ძრავს გახეთქავ თუ რასიზა, თავარია არ გაჩერდე ძმაო და გისურვებ ძალიან ბევრ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ეს დამშტოებასავით გამოვიდა. ჩვენ არ ვჩერდებით, მაგრამ დღეს BMW-ები არ გვექნება, BMW-ებზე არ ვისაუბრებთ, კარდანი არ გაგვეღუნება და ეხა გითხარი აი ამ ფერარზე
ეს არის ჩვენი რომა, რომელიც გადაღებული მაქვს YouTube-ზე ამის test drive ვიდეო, სხვათა შორის ბესოს გადაღებულია და ნუ აჩის. ამას არ ვყიდით. ეს არის იმენა ჩვენი მანქანა, მაგიტოა მწვანე თეთრ ფერებში, ეს არ იყიდება, ეს არის ჩვენი შოუ ქარი, ასე ვთქვა, ნუ ამ ქვეყანაში ყველაფერი იყიდება, თავარი რამდენს გადაიხდი, მაგრამ ესე ვთქვათ, ხო? ანუ არ ვყიდით. შემოთავაზებას გააჩნიათ, თორე ფერს უცებ შეუცვლით, ხო? რა თქმა უნდა. ეს არის ურუსი, ძალიან მე მაგრად მომწონს ურუსი და ისეთი ფასი აქვს, რომ აი G-კლასი ღირს 250-270 евро გააჩნია კომპლექტაციას. მე G-კლასი ვაფშე არ მევასებ. იგივე ფასი შეგიძლია იყიდო ეს. და რატომ უნდა იყიდო G-კლასი? ანუ მე ზოგადად არ მევასებ ახლა გემოვნებაზე ეგ, მაგრამ მე რო 250.000 მქონდეს, უფრო ალბათ G-კლასს არ ვიყიდი იასნია, სხვა მოდელს ავარჩევდი რა. მე არც ურუსს არ ვიყიდით 50. ხო, მაგიტო არ ვიყიდო რომ ურუსს ვიყიდით, ხო, მაგრამ მე ისეც ვიყიდით, თუნდაც ეღარ რო ვისრიალეთ და ერთ სახლის ფულის დამრჩებოდა. კი ბატონო. ეს არის GT3. ეს არის ის თუ არის ყველაზე base ვერსია. ეს არის უკვე ტრეკზე ორიენტირებული ტიპი, RS-იც ყავს ახლა ამას ის ძალიან სასწაულია, ეგენიც ყავდა სხვათა შორის ორი გავუკიდეთ, მაგრამ თეთრი რო ნაცრისფერი და მწვანე ლაიმისფერი. ეს ბოლოს რო ჩამოვიდა რუსთავში რო გამოწერები ვაკატავე მაგ ვიდეოში. კი, და მოიცა ეს მწვანე გაყიდე? დიახ. და გამოწერებს რომ დაპირდი რომ 50.000-ს რაღაცაზე. არა, პრობლემა შინაურმა იყიდა და მოვიყვა. ხო, იასნა. ეს GT3-ია, კარგი ძალიან კაი ტიპია. წეგან ტრეკზე ვიყავი ამითი და აი ძალიან კაროჩე, მოდი მოკლედ თქვათ რა, ყველა BMW-შნიკის ბოლო მოდელი არის Porsche რა. всё რა, ამით თავდება ყველაფერი რა. მე თუ BMW-ს აღარ ვიყიდი, ჩათვალეთ რომ Porsche ყავს უკვე ნაყიდე, მაგიტო გავუქრი რა. ბაზარია რა. წავედით. ეს არის ჩემთვის ალბათ ფუფუნების Zenit-ი, Bentley, ამაში რო ჩდები, გამოძრაობ, არც Lambo-ს, არც Ferrari-ს უკვე ზედაღარ უყურებ რა, რაღაც სხვა ტიპია. წითელი, თეთრი და შავი ამ აქსესუარებით. ეს 12 ცილინდრია. და ეს turbo-ა? კი, არა. ატმო და 12 ცილინდრი და ხმა იქნება, რავი და ეს არის W12 და არა V12. ეს ურაგანი, ამას აქ სასწაული ხარ. ბიჭო, აი ეს მომწონს რა. აი ეს რო ყავს, ეს დაჯექი და დაქოქე რა. აი ეს რო ყავს მაგარი ვილა, აუზი და მაგარი ნაშები. მე ვერ ვჯდები თავი ზემოთ მრჩება ამ მანქანაში და შენ მე მგონი კაკრას მოგიწევს იდეალურად. უბრალოდ გადაქოქე და მიაჭირე. ეს წითელი წამოუწიე. ტორმუზე უნდა დავადგა, ხო? დიახ. ეხა საჭიდან წითლით დაბლა ჩამოდი, აი წითლით ჩამოდი დაბლა, კიდე, კორსა. ო! კორსაზე ჩამოდი. ბიჭო, მოიცად ერთი წამი. რამდენ სტრიალებს? მიაჭირე. ხო არ გაიქცევა? არა. ბიზნეს. კაროჩე, თუ გინდა მანქანა ყავდეს და მოტოშეგრძნებები მიიღო, ეს უნდა იყიდო რა. ძალიან მაგარია. ამით გავიარე აღმაშენებლის ძეგლის, ამით არა ესეთით, აღმაშენებლის ძეგლის ქვემოთ. და რა მაინტერესებს? რეალურად ეხა როგორი აქსელერაციაც აქვს ამას? ანუ ლოადში რა, ბანზე და რო დადიხარ იგივე ისა? ლოადში რაც გულისხმობს? ლოადში აი ბანზე რო გაიყო, რომ აი ეს სწრაფად აკეთებს ყველაფერს? ანუ ლოადში ბუსტს გულისხმობს? ბუსტი რავი, აბაროტი ჩატანა და დატანა. 10 ცილინდრიანი ატმოსფერულია. ბუსტს არ გულისხმობს. უყურე ლოადში გულისხმობს, აი ბანზე. დავი გაქვს ხოდი ნიუტონები, თან კვადროა. კი. თან ატმოა. თან რო 10 ცილინდრია და აი სასწაული შეგრძნებია. ხო, აი ეს აბაროტი დახომეს რო ვეძახით რა, ესე სწრაფად გადადის ლოადში ხო მაგას გულისხმობს. ანუ რეალურად აი რო ჩავწერთ მე ვიდეოს გაჩვენებ, ძალიან მაგრადად. მოკლედ, ეს არის დღეს 7 მანქანა, მე თუ გამოგვივლ ლუსოში კიდე დაგათვალიერებინებ. აუცილებლად გამოგივლით და ყველას შეგიძლიათ მოგბრძანდეთ ლუსოში დაათვალიეროთ ავტომობილები, გადაიღოთ ფოტოები, ვიდეოები, რაც გაგიხარდა, იყიდოთ მანქანები. რაც თავარია უნდა იყიდოთ. ნახე, აი, ესეთების ჩამოყვანას ვაპირებთ ახლა შემდეგი წლიდან. ხო, და მე ამის კარდანის დაყენებას ვაპირებ 340-ზე. ძალიან დიდი მადლობა შენ იმისთვის, რომ დაგვაწყებინე იუთუბერობა პირველ რიგში. ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს ერთ საქმეს, უფრო განვითარდება ის ერთი სფერო. და რაც ცოტა განსხვავებულიც რო იყოს, უკეთესია. მით უმეტეს და შენ ყველა ერთნაირს რო აკეთებს, ხო ხტები, მაინც მოსაწყენია რა. ყველა, რავი, ყველას თავისი ფერო უნდა ქონდეს. ყველას თავისი ბესო უნდა ყავდეს. მანეგა.
დაიწყო მეორე ეტაპი, სავარჯიშო წრეს გაივლიან და პირველ ადგილზე ვინც იყო, ანუ სანდრო, ჩვენი სანდრო ქაჯაია, გადავიდა მერვე ადგილზე და მერვე ადგილიდან შეეცდება რომ ისევ ამოვიდეს პირველ ადგილზე და ავიღოთ პირველი ადგილი მეგობრებო. ბიჭო, პირველივე მოსახვევში ეხა როგორ აიცი, პირველი ადგილოს არის, მეორე ადგილოს არის, მესამე ადგილოს არის ხო გადაყარეს უკან რა და ეხა იასნია მაგარი ჩეხვაწავა მანქანებში, იმიტომ რომ ეს აი ხა მერვე ადგილოსანი იმ პირველ ადგილოსას შანსი 0 არ დაუთმობს რა და ყველა მოსახვევში უეჭველი გასწრება და უეჭველი ერთმანეთზე კონტაქტი და აი ყველაზე მაგარი ბრძოლა არის. ყვითელი დროშა სავარაუდოდ ვიღაც გადავარდა გზიდან რა და მე გააწითლეს და ანუ კრუგიც არ დამთავრებულა რა ბოლომდე და 10 ბესო რო იყოს ყველაფერს დააფიქსირებ და მაგრამ რასაც აფიქსირებ ყველაფერს მაგრა აფიქსირებ. ბიჭო, წეგან ნახევარი კრუგი რო გააკეთეს, სანამ გადავარდნებოდნენ სხვები რა და ყვითელი დროშა აფრიალდებოდა უკვე სანდრო მე-6-ზე გადმოსულა მერვედან დაიწყო რა და ნახევარი კრუგია გაკეთებული პაშტი 9 ნახევარი დარჩენილია და დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად პირველ ადგილზე გავა რა. ვა რამდენმა გადაასწრო. მაგარი ჯახია ნახე მოსახვევებში. პირველი მეორე, აი გადასწრებები მიდის. სანდრო უკვე მე მგონი კიდე დაწინაურდა, მე მგონი მე-5-ზე გადავიდა რა და ითხრეს რაცია. ვერ გავიგე. რაციაში მიხრეს? არა, რაციაში არა, მაგრამ ხო ხვდები ხა რომელი მანქანაა და ხა მე რამდენია ჩანს რა. მე მგონი უკვე მე-5-ზეა. მანქანა გაფუჭდა ერთი გზაზე იდგა წეგან დაამუღამე ხო ვერ შენიშნეს ყვითელ დროშას იქეთ იქნებდნენ აქედან ამ ვერ შენიშნა ყვითელი დროშა არა თამაშდა და ამის ავარია მოხდა წეგან რა და ამასობაში სანდრომ უკვე მე-5 ადგილზე გადაინაცვლა მე მგონი ან 1 წრეა დარჩენილი ან 2 წრე დარჩენილია და დამთავრდება უკვე შეჭრიდა იმედია საპრიზოს მაინც წამოვიღებთ ამ მეორე ეტაპიდანაც რა და დასრულდა დღევანდელი საღამო მეგობრებო. პირველ ეტაპზე სანდრომ აიღო პირველი ადგილი, მეორე ეტაპზე სანდრო გადასვეს მე-8 ადგილზე და გავიდა მე-5 ადგილზე. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს და დღევანდელ ვიდეოს, აი ესეთ მაგარ კადრებს, აი ესეთ მაგარ ვიდეოებს რო გვთავაზობს, აგერ ჩვენი ბესო, დღეს არის ბესოს დაბადების დღე მეგობრებო და დაწერეთ კომენტარებში ბესოს მიულოცეთ დაბადების დღე და ხვალდაზე კიდე უკეთეს და მაგარ ვიდეოებს შემოგთავაზებს და უფრო მაგარ კადრებს გადაიღებს. ჩვენ სიახლეს რაც შეეხება, ჩვენი სიახლე რა იყო და რატომ მივიყვანეთ ვიდეოს დასასრულში. ჩვენი F80 M3 უნდა გადავაწყოთ წრიულ ბოლაზე, მოვარგოთ წრიულ ბოლას და ჩვენ დაუმეგობრით Bitanica.com-თან, Bitanica Racing-თან, რომელიც არის სანდრო ქაჯაიას სპონსორი, გენერალური სპონსორი და გვაქვს ესეთი შემოთავაზება. თუ ჩვენი არხი 80,000 გამომწერზე ავა და უნდა ავიყვანოთ აუცილებლად Data ქაჯაია ჩვენ F80 M3-ზე დაჯდება და წავალთ გერმანიაში და მწვანე ჯოჯოხეთს დავიპყრობთ მეგობრებო. ამიტომ საჭიროა ეხლა თქვენი აქტიურობა, გამოგვიწერეთ, გადააზიარეთ 80,000 გამომწერზე ჩვენ შევხვდებით გერმანიიდან. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გემშვიდობებით ამ ვიდეოთი და შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.